სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები და შემდეგი კითხვა ალბათ ერთ-ერთი ძალიან ჩემთვის რა ვიცი საყვარელი და ძალიან წმენის და იმედის მომცემი არის და მე მგონი თქვენც მოგეწონებათ, ხომ? საქმე ეხება ძალიან ისეთ პოპულარულ თემას და აქტუალურ თემას, განსაკუთრებით ქართულ სივრცეში და ქართულ თანა ცხოვრებაში. გამარჯობთ, მე მქვია კეროლაინა და მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ მეგობრობის ევანგელიზმზე? და რასაც მე გულისხმობ, ეს არის ახლო მეგობრობის დამყარება არა ქრისტიანებთან. მე ვიცი, რომ არსებობს ბიბლიური მუხლი, რომელიც ამბობს, თქვენ იცით, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი და განსაკუთრებით კი რწმენის ოჯახის წევრები. ეს არის გალატელების 6-ე, მაშასადამე სანამ დრო გვაქვს, ყველასათვის კეთილი ვაკეთოთ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა და შეიძლება სხვაებიც იყოს, მე უბრალოდ ეს გამახსენდა და ეს მოვიძიე. ჯონ მაკარტური პასუხობს: იცით რაში ადანაშაულებდნენ იესოს? ისინი ადანაშაულებდნენ მას ცოდვილთა მეგობრობაში. ფიქრობ, რომ ცოდვილებთან უნდა ვიმეგობროთ აუცილებლად. სხვაგვარად როგორ მოვიგებთ მათ გულებს და სულებს ქრისტესათვის? ასე რომ ევანგელიზმის უდიდესი ნიადაგი და საძირკველი არის მეგობრობა. და ეს არის ყველაზე უდიდესი. როცა საკუთარ თავს ვინმეს უთმობ და როცა ვინმეს გულს უძღვნი. როგორ ფიქრობთ, რატომ მოვიდა იესო, როგორც მკურნალი? ის გულმოწყალები და სიყვარულით ხვდებოდა ადამიანებს მათი ღრმა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ამკვიდრებდა მათში სიყვარულსა და მადლიერებას მის მიმართ, როგორც ინდივიდისათვის იმის გამო, რომ რაც მან გააკეთა მათთვის და ამ სიყვარულიდან, ზუსტად ამ მადლიერებიდან შეიძლებოდა, რომ გაზრდილიყო ის გადამრჩენელი რწმენაც. გულისხმობ, როცა ჩვენ ვიღაცები ავტობუსის გაჩერებაზე კუთხეში დგანან და გაყვირიან უცნობების მიმართ, ეს არც ისე სასარგებლოა და არც ისე ნაყოფის მომტანი. და არც ისე გადამდები. ვიდრე ახლოს მეგობრობა. ასე არ არის? და მე ფიქრობ, რომ ეს კრიტიკულია და ეს უნდა დავამკვიდროთ ჩვენში. იცით, იესო ვისთან წავიდა? სახლში ზაქესთან? ეს იყო ქალაქის განახვეტი, ნაგავი, უარყოფილი მთელი ებრაული საზოგადოებიდან. და ისინი მერე ადანაშაულებენ მას მეძავეების გარშემო ტრიალში და მეგობრობაში. და გახსოვთ მან რა უთხრა? ამ ხალხს, ვინც ასეთ საყვედურს ეუნებოდა, მკურნალი ჯანმრთელ ხალხს არ სჭირდებაო, არამედ ავადმყოფებს უნდა თუ განკურნება. და მე ფიქრობ, რომ ეს არის მახარებლობის უდიდესი გზა. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.